გახსოვთ, როცა უფალი საკუთარ ჯვარცმაზე, ტანჯვაზე საუბრობს, პეტრე მოციქულს, რომელსაც უყვარს უფალი, ბუნებრივი რეაქცია აქვს. ანუ უფალი ამბობს, რომ მე დამიჭერეთ, დამაპატიმრებენ და საშნელი შეურაცხყოფით, მერე მომკლავენ და ბუნებრივი რეაქცია აქვს. რას ამბობ? არ უნდა იყოს ეს. პეტრეს ერთგულება ხშირად გვითხოვს ეს და პეტრეს მზრუნველობა ძალიან მკაცრად იქნა შეფასებული ქრისტეს მიერ. გახსოვთ, ხო? წარვეთ ჩემგან მართულკუნ ეშმაკო პეტრეს ეუბნება ამ მზრუნველობის საპასუხოდ ეშმაკს უწოდებს უფალი პეტრე მოციქულს. რა თქმა უნდა, წარმოიდგინეთ, ახლა რა ცივი წყალი გადაესხმებოდა საწყალ პეტრეს, როცა მართლა ადამიანურად ზრუნავს და უცებ ესეთ რამეს იღებს პასუხად. გესმით, რა მძიმე იქნებოდა ადამიანურად. რატომ მოექცა ასე მკაცრად უფალი მას? რომ კარგად გვახსოვდეს ჩვენ, რომ ჩვენი ეს ადამიანური სენტიმენტალურობა და ეს გზნობიარე სიყვარული და ეს ემოციურობა და გნებავთ ადამიანური თავგანწირვას კიდევ. თუ ის ღვთისნებასთან არ არის თანხმდრაში არარაობა, არაფერია და პირიქით ეშმაკის დასაყრდენია. და როგორ შეიძლება გვატყვილებდეს ჩვენ ეშმაკი, რომელიც სწორედ ჩვენს არა მარტო ბოროტ მიდრეკილებებს, არამედ კეთილ მიდრეკილებებსაც იყენებს. და ამ შემთხვევაში რის წინააღმდეგ იყო მიმართული პეტრეს ადამიანური სიყვარული, განკაცებული ღმერთის ჯვარცმის საიდუმლოების წინააღმდეგ. ანუ ამ შემთხვევაში თუ პეტრეს ხედვას განვაზოგადებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ პეტრეს სახით წარმოჩინდა რა, რომ ჩვენ არ გვესმის, რა საიდუმლოებასთან გვაქვს საქმე. კიდევ ვიმეორებ, ძალიან ბევრი ტომებია დაწერილი, ხო ხვდებით, თეოლოგიური ნაშრომებია დაწერილი, რატომ მოხდა განკაცებული ღმერთის ჯვარცმა. მე ხა ყველაფერი ხوار წამიკითხავს და რაც წამიკითხავს, დაწყებული ძველი საუკუნეებიდან თანამედროვე ღვთისმეტყველებით, რაღაცა ხო წამიკითხავს. ბოლომდე ლოგიკური, ამომწურავი პასუხი ამაზე არ არსებობს, იმიტომ რომ ეს არის საიდუმლოება. და პასუხი რომ ლოგიკური არ არსებობს, იცით რას ნიშნავს? რა არის ლოგიკა? ლოგიკა არის, რას აკეთებს ლოგიკა, რომ რაღაცა მოვლენას, არ აქვს მნიშვნელობა ეს რა მოვლენა, ჩემთვის გასაგებ ენაზე ვაყალიბებ. რომ მე გავიგო, ჯერ მე გავიგო, რასთან აქვს საქმე. დავინახე რაღაცა, ეს იცით რა არის? ეს არის ეს, ეს ყოფილა. ლოგიკა ხსნის შიფრავს ჩემთვის გასაგებ ენაზე, რა ხდება ჩემ თვალწინ. მეცნიერებაშიც ასია, ხელოვნებაშიც ასია და აგერ თეოლოგიაშიც ასია. ლოგიკურად ბოლომდე ვერასდროს ვერავინ ვერ ახსნა, რას ნიშნავს განკაცებული ღმერთის ჯვარცმა. არ და კიდევ ვიმეორებ, ტომებია დაწერილი. იმიტომ რომ ეს არის საიდუმლოება, იმიტომ რომ იგი განიცდება, შეიმეცნება შინაგანად ლოგიკის მიღმა, ლოგიკის გავლით, იმიტომ რომ ეს არის რწმენის საგანი უპირატესად, ვიდრე თქვათ რაღაც ინტელექტუალური შემეცნების. ამიტომ პეტრე რომ ვერ იგებს და აპროტესტებს, მაგი არ გააკეთო, კაცო, რა უნდა მოჰკლან და რა. ეს არის კაცობრიობის მდგომარეობა. ჩვენ გვინდა ღმერთი ღონიერი, ჩვენ გვინდა ღმერთი ძლიერი, ჩვენ გვინდა ღმერთი გვფარავდეს თავისი სიძლიერით, მუდამ ჩვენს გვერდზე იყოს, ჩვენ გვიცავდეს, გვფარავდეს და ასე ჩვენ არ გვინდა გავყვეთ უფალს ვიწრო და ეკლიან გზაზე, ავიდეთ გოლგოთაზე. ჩვენ არ გვინდა უფალს რომ დევნიან, ჩვენს გვდევნონ, უფალმა კი გითხრა, მე თუ მდევნოს თქვენს გდევნიან. გესმით? არ გვინდა ჩვენ ეს ჩვენი დაცემული ბუნების ამოძახილია, არ გააკეთო ეს და ამ დროს უფალი გვეუბნება, ეშმაკი ხარ შენ თუ არ გამომყვები ამაში, ყველას გვეუბნება ამას. პეტრე ხო შერისხა და ყველა ჩვენ თითოეული ადამიანი ამით. და მერე უფალი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ მდგომარეობას. კი არ გვანუგეშებს. ხო, კარგი, გაგიბრაზდით ხო, კარგი. არა, ამძაფრებს და აგძელებს. მოუწოდა ერთს ამას, მოწაფეთა მისთა თანა და რქვამად, რომელსა უნებს, შემდგომად ჩემსა მოსვლა, ვისაც უნდა რომ გამომყვეს მოკლედ. უარყავ თავი თვისი, აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდექმე. რამდენი რამე ამაში, ჯერ ისეთი ბოლოსი შემომიდექინმე, კვლავ ვიმეორებ, მე თუ მდევნეს თქვენს გდევნიან. ეგ ერთი და ესე იგი უარყავ თავი თვისი.
ყველაზე ძალიან რაც უყვარს ადამიანს, საკუთარი თავი, საკუთარი ნება, საკუთარი ხორცი, საკუთარი სიცოცხლე, ამქვეყნიური, საკუთარი მისწრაფებები, საკუთარი ეგო, საკუთარი სიმართლე, ყველაფერი უარყავი, გეუბნება, უარყავი თავი შენ. კარგი ხო, ჩემ თავს უარყოფ, მაგრამ მეგებათან აღარ ვიტანჯებოდი ამ ცხოვრებისაგან, არა, ჯვარი გრჩება, აღიღენ ჯვარი შენი, ჯერ საკუთარი თავიც უარყავიო გეუბნება. მერე ჯვარი, რომელსაც არ გიუქმებ, აი როგორც პავლე მოციქულს არ გაუქმა, ჯვარიც აიღეო და ეგრე გამომყევი. ხედავ, აი როგორ გაუნძაფრა, ხო? პეტრეს შერისხა და კი არ გვანუგეშა მერე, კიდევ უფრო ესე იგი რაღაცა ისეთი რამ გვითხრა, კიდევ უფრო დავიძაბეთ, რომ რაღაცა დიდი გველოდება, დიდი ომის წინაშე დავდექით.